გაყალბებული ისტორია. იყვნენ თუ არა გლადიატორები მონები, თუ ისინი უბრალოდ კარგი მებრძოლები იყვნენ, რომელთაც კომერციული მიზნით იყენებდნენ გავლენიანი ფიგურები, მაგალითად ორთაბრძოლებისა და სხვადასხვა სანახაობების დროს. წიგნებში და ფილმებში გლადიატორები ყოველთვის მონების სახით არიან წარმოდგენილები, რომლებთაც ერთმანეთთან ბრძოლით მაყურებლის გართობა ევალებოდათ. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. თავდაპირველად გლადიატორები მართლაც მონები და პატიმრები იყვნენ. მაგრამ შემდეგ ასეთი ბრძოლები იმდენად პოპულარული გახდა, რომ სპორტის სახეობად იქცა და სკოლებიც კი გაიხსნა, რომლებშიც თავისუფალ ადამიანებს ავარჯიშებდნენ. ამის გარდა მოგვიანებით გლადიატორთა შორის უმაღლესი კლასის წარმომადგენლები და ქალებიც კი იყვნენ. ბუმერანგის გამოგონებასთან დაკავშირებით უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ცნობით კი ბუმერანგი ავსტრალიელმა აბორიგენებმა გამოიგონეს. როგორია სიმართლე? ბუმერანგი ეგზოტიკური იარაღია და მას ნადირობის დროს აბორიგენები ძალიან ეფექტურად იყენებენ. ამიტომ თვლიან, რომ მისი გამომგონებლები ავსტრალიელი აბორიგენები არიან. მაგრამ ეს მხოლოდ მითია. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამ იარაღით სხვა ქვეყნებშიც სარგებლობდნენ. ეს იარაღი აღმოჩენილია ძველ ეგვიპტეში და ჩრდილოეთ ამერიკაში. არქეოლოგიური მონაცემების თანახმად ბუმერანგით უძველეს დროში თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც სარგებლობდნენ. ასე რომ ეს იარაღი დედამიწის ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი და ზუსტად იმის თქმა, თუ სადაური წარმოშობისაა, ის სამწუხაროდ არ შეგვიძლია. მოკლებისას კოსმოსის სწავლებების გარშემო უამრავი სამეცნიერო შეცდომა თუ ისტორიული სიყალბე ამოტივტივდება. ერთ-ერთი მათგანია ამბავი, რომელიც ამბობს, რომ ჰელიოცენტრული მოწყობის სისტემა ნიკოლაი კოპერნიკმა შეიმუშავა. პირველი, ვინც აზრი გამოთქვა სამყაროს მოწყობის ჰელიოცენტრული სისტემის შესახებ, ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი არისტარქე სამოსელი იყო და ეს კოპერნიკამდე 1800 წლით ადრე მოხდა. ჩვენთვის ჰელიოცენტრული სისტემის ავტორად ნიკოლაი კოპერნიკი ითვლება, რომელიც 1453-1553 წლებში ცხოვრობდა და საქმიანობდა. მაგრამ ამ თეორიის ფორმირებაში სხვა მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი. კოპერნიკის თეორია გერმანელმა მათემატიკოსმა იოჰანეს კეპლერმა სრულყო და დაასრულა. ის 10 წლის მანძილზე დანიელი ასტრონომის ტინტო ბრაგეს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე მუშაობდა და თავისი ნაშრომი სამყაროს ჰარმონია წიგნის სახელით 1619 წელს გამოსცა. აქვე უნდა ვთქვა, რომ კეპლერის ნაშრომში კოპერნიკისეულმა სამყაროს მოწყობის სისტემამ ცვლილება განიცადა. ახალი თეორიის მიხედვით პლანეტები მზის ირგვლივ ელიფსზე მოძრაობდნენ და არა წრეზე, როგორც ამას ნიკოლაი კოპერნიკი ამტკიცებდა. მაგრამ კეპლერის თეორიასაც ჰქონდა ნაკლი. ის არ პასუხობდა კითხვაზე, თუ რა აიძულებდა პლანეტებს ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას. სამყაროს ჰარმონიის გამოსვლიდან 50 წლის შემდეგ 1680